ჩვენ შემდეგი დრაგის სერიიდან მოგესალმებით, სადაც ჩემს ხელმარჯვნივ არის M3 F80, 3-დან 0 6 ცილინდრიანი ძრავით, twin turbo სისტემით, ხოლო ჩემს ხელმარცხნივ კი არის ულამაზესი Jaguar-ი ვერვაძრავით supercharge-ი. ეს მოდელი არის F-Type R. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეს, კარგად მოყალათით და უყურეთ ვიდეოს. ელვინ, მოგესალმები და ეგრევე მოდი გადავიდეთ შენ არაჩვეულებრივ BMW-ზე. რა მანქანა, რა ძრავი აქვს და რეები გაკეთებული მე მოგვიყევი. M3-ია, twin turbo. თუგო გვაცლიე ხა? გვაცა 2 წუთი გვაცადე. ან თუ გინდა M3-ში ჩაჯექი დაგველოდე. მეტი რა შემოგთავაზოთ? ძრავი შემახსენე? S55 twin turbo-ა. Turbo-ა, ისა ქახნო turbo-ებზეა სხვათა შორის. თან ჩავიხედებით. აუ, რა კაია, პირდაპირ მოიხდება. არაფერი გამოსაწევი არა აქვს, ხო? ხო, ალუმინია სხვათა შორის სუბუქია ძალიან. კაი, ცუგო, გვაცადე. და ისა მეტის შეუძლია რა ეხლა რა მოიცა კარგად რო გავყვეთ რა აი charge pipe down pipe ეგეთი რაღაცები გაქვს რამე შეცვლილი კი ანუ მე ამ შემცვლია ეს ყველაფერი მოყვა ამერიკიდან ისა დაჟე პროგრამაც მოყვა ამერიკიდან მე რასაც ფიქრობ მეტი შეუძლია რა პიკი არა რესურსი აქვს ესე იგი კიდე ქახნო ტურბების პიკი არა რა კიდე მეტი შეუძლია ყოველ ჯეჯავით ყოფნის რაღაცა ოკეი ეს არის ესე იგი ეს 55 ძრავი კი ეს გაგრილება ქარხნულია აა ქარხნული ავტომატია მისი მოტორში რა ხო მაგიტომ მოხდათ ბოლში იმიტომ რომ ქარხნულებს იშვიათად რა ესეთი ისინი სვარკის დეტალები ეტყობოდეს ეს ულამაზესი რაღაცა აქვს კიდე აქ საინტერესო რა არის? კაინდენის ფილტრი ვყენია? კი. ნუ რაღაცებს აღმოვაჩენ. კარგი სიახლეები გვაქვს თქვენთვის, იმიტომ რომ დრაგი სერიების მხარდამჭერი გახდა კომპანია Sokari და ავტომატურად ჩვენ შემდეგ დრაგზე ვაპირებთ უკვე რომ Sokaris 100 ლიტრიანი ვაუჩერი გავათამაშოთ. ამიტომ ჩვენ ჯგუფში გააქტიურდით Facebook-ზე, თქვენი ავტომობილის სურათები შეგიძლიათ დადოთ. ჰეშტეგი დავდგეთ სმა, ცხენი მიაწერეთ, თქვენი ავტომობილის სურათი არ დაგავიწყდეთ და მოვალთ აქ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, დაგაწყვილებთ ვინმესთან კარგ საინტერესო ავტომობილთან და გავათამაშებთ Sokaris-გან 100 ლიტრიან ვაუჩერს. და მახსოვს რომ რაღაცას მეუნებოდი სპირტზე, ხო? ანუ შერეული EOS-ის პროგრამაზე ვარ. ოკეი. ოდმზა პროგრამა შენ შეგიძლია წახვიდე კასტომზე ეს პროგრამისთან ანუ ტურნეთან უკეთესი გადააპროგრამო კი ანუ მაინც ხო იცი ხლა მზა პროგრამა და მაინც თავიანთ თავს აზღვევენ რა კი იმიტომ რომ ხო ხშირად ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცა რომ აი პროგრამას რო დაწერენ რა პროგრამას წერენ ისე რომ მუშაობს სხვადასხვა ტენიანობაში ანუ საქართველოშიც ამერიკაშიც კანადაშიც და ამ შემდეგ და მაქსიმალურად გაწურული არ არის ხოლმე ეს პროგრამა როგორც წესი ხო ეხლა ჩვენთან ჩვენ შემთხვევაში აი უბრალოდ გადავთ ის მზა პროგრამა OTS-ი ბუდმოდის OTS-ია მზა პროგრამა და ხო და რა ვიცი მაინც ისე ვიმეორებ მაქსიმალური თუ გვინდა ალბათ წავალთ იმას ხო მაშინ საქართველოში უნდა გადაანასტროიკო მთლიანად ელვინ როდესაც ზეთის გამოსვლა დაგჭირდება შეგვიძლია გატესტო Tuzmotors-ის პაკელოს ზეთი იტალიური ზეთია სხვათა შორის და ძალიან კარგად მუშაობს თქვენ კიდე მახსოვს წინაზე დაგპირდით რომ თუ Tuzmotors-მა სხვაგანაც შეიტანა პაკელოს ზეთი აუცილებლად გეტყვით მეთქი და ეს არის ბეჟანიშვილის 9 ნომერი ლუი მოტორსია შეგიძლიათ მიბრძანდეთ და მაგ ადგილასაც გამოცვალოთ და ჩაასხათ პაკელოს ზეთი აი დავხოთ ეგა всё კამფეტია მოკლედ თვალში რაც მოხდა კიდე არის კარბონის დამატებები რომელიც ძალიან უხდება კი აი არაჩვეულებრივად ეს ქარხნულია ეხა ესენი იცი ქახნულად მე ვფიქრობ albათ იცი რა თემა ამატებენ თანხას ქარხანაში თვითონ კომპლექტაცია შეგიძლია შეუკვეთო თვითონ M performance-ია თვითონ ქახნულად ალბათ მე ეგრე ვფიქრობ შეიძლება მეშლება მე სხვათა შორის წერამ საუბრობდით ამ თემებზე და მახსოვს რომ აი ეს ფერი მატოვი რაც არის რა მახსოვს მითხარი რომ ეს არის ქარხნული ოღონ არის M3-ებში იშვიათი მოდელი, ხო? და 51 გამოშვებაა მხოლოდ და გვერდზე ქონდა რაღაცა სტიკერი მაგაზე. 51 ცალია კონკრეტულად ეს ფერი გამოშვებული, ხო? როგორც მითხარ, წინამე პატრონია კონტაქტში ვარ გასაუბრები ხოლმე.
ხო და ერთადერთი პატრონი ყოლი ამერიკაში და როგორც მითხრა 51 წელია როგორც მითხრა თვითონ. ხო, ესე იგი, კარბონის წინა ტუჩი გვაქვს, სარკე, გვერდითა საიცკირტები, ქართულად აღარ მახსოვს როგორ არის ეს და უკანაც რაღაცა დიფიუზორი გვაქვს, სპოილერი გვაქვს. კი. უკანა ნაწილი, ხო, და ისა, სახურავი. ძალიან უხდება რა. სხვათა შორის M3-ის უკანა ნაწილი უფრო მომწონს მე ვიდრე წინა ნაწილი. შეიძლება ინდივიდუალური იყოს, მაგრამ ძალიან ლამაზია რა. კაი, საბურავი რა გიყენია ერთი მიგნახოთ? სხვათა შორის ჩინურებია, ოღონდ ახლებია რა. ხო, ნორმალურია. 285-ია 30-ზე 19-იანი. ბრენდი არ ჩანს, მაგრამ საკმაოდ რბილია და ჩინურ საბურავებზე ჩვენ რეკომენდაციასაც ვაძლევთ ხოლმე, იმიტომ რომ კარგად მუშაობს. ჩვენ სულ ამებს ვიყენებთ რა. კარგი ილვინ, მოკლედ, ეხა ჩვენ 402 მეტრზე გავტესტავთ დროს. მე ვიცი რომ შენ ასე თუ ისე აქ შეჩვეული ხარ, ხო? აქტიური ტიპი ხარ ამ თემებში, მოკლედ, დრაგის თემებში. მაგრამ მაინც რადგან ცივი ამინდებია, კარგად გატესტე, შეეჩვიე და მე უკვე გადავალთ იაგუართან. აბა წარმატებებში. აშკარად გზნობ მანქანას. საბურავი ასე თუ ისე გახურებული იქნება, მობილური მანდარი. всё, განჩენება შედის. ძალიან სწრაფია. ლანჩმაც იმუშავა. სხვათა შორის M4-ზე მაგრად გვაწვალებს ხოლმე ლანჩი, მაგრამ M3-ზე ნახოთ რამდენად გვაწვალებს. ელინმაც კი იწუწუნა ეხა მაგაზე რომ არ ვიციო ჩაერთვება თუ არაო, მაგრამ ფაქტია იმუშავა. დროც მგონია რომ ძალიან კარგი იქნება. სხვათა შორის ჩვენ ლიდერბორდი გვაქვს ხოლმე და ლიდერბორდში დარწმუნებული ვარ M3 მოხდება, იმიტომ რომ კარგ დროს აჩვენებს და დრაგის მერე იქნება ლიდერბორდი და სად მოხდება ელვინის M3, მაგასაც ვნახავთ. დროების მიხედვით დავალაგებთ. მუშაობს ყველაფერი, რასაც ვატყობ, ხო? მაინც როგორც მინდა და ეგეთი სტარტი არის, რომ კაი, ვცადოთ კიდე სტარტი. M3 ძალიან ჯანზეა, სხვათა შორის. ძალიან მომეწონა, ძალიან ეფექტურია. დაჟე მომინდა. მაინც იბუქსავ, ცივია. გრაფიკი ნახე, გრაფიკი. არა, ბიჭო, მაგარია. ამერია. შვენიერი. ქსაობს, ხო, ბაზარი არაა, მაგრამ სიცივეში სხვა 97. სალამი. სალამი. მოკლედ, წარმოგვიდგინე შენი თავი და მე მანქანაზე გადავიდეთ პირდაპირ. მე ვარ სანდრო, ესეც ჩემი მანქანა. სანდროს ვეძახდი ხოლმე ამას. აუ, ეგ გავიფიქრე ეგრევე. რა ძრავზეა, რამდენი ცხენია, წონა თუ იცი და ახლობით. 5-0 სუპერჩარჯი არის. წონა არის 1775, 1780 და ახლობით. ცხენი არის 575, 580-მდე რა. დაინოზე ყავდა, გადაზომე, მახსოვს რაღაც მე ჩამივიდე. კი, დაინოზე ყავდა, და საბურავზე აჩვენა 483. 483 ცხენი, სახუმარო არ არის, თან ესე თვითზე, თან კაია. 8 ცილინდრიანია, ხო? 8 ცილინდრიანია. თან ჩემ ხელში პირველად გამოდის დრაგზე და ვაფშე არ ხართ ესე იგი ნაუყი დრაგის და რაღაცეების თემებში. არა. არც ეს მანქანა და არც მე. ხო. გაგ დამუღამებული, აი რამე ლანჩ კონტროლი ან რამე აქვს, ისეთ სისტემა, რომ საკაიფოდ აიღოს. კი, ლანჩ კონტროლი აქვს. სპორტში გადააგდებ და თავისით ლანჩს. თვითონ ლანჩავს, ხო? თვითონ ლანჩავს ეგრევა. მაგრამ ნუ ეხლა გზაზე მე თვითონ რაღაცებს ვცდილობდი, რომ დამეჭირა და ნახოთ როგორ დავიჭერ დღეს. მოდი ბარემ ჩაგვახედე ერთი ამის ძრავში, იმიტომ რომ იაგუარები არც ისე ხშირად ყავს. მე მგონი პირველი შემთხვევა იაგუარი რაც ყავს, ხო? არ მახსოვს მე იაგუარი რო ყოლოდა. ეს არის ოპერატორების მტერი კაპოტი, იმიტომ რომ ვიტანჯებით ხოლმე ამის გადაღებაზე. ესე იგი, იაგუარის 8 ცილინდრიანი არის კომპრესორი მითხარი, ხო? კი, სუპერჩარჯი კომპრესორია. იყავი მაქეთ, დაიკიდე. სუპერჩარჯერია
და რა თქმა უნდა, პლასმასებში ყველაფერი შეფუთული, არაფერი არ ჩანს, მაგრამ სიტყვაზე გვგwendეთ, რომ ეგრეა ნამდვილად. კონკრეტულად ამ მანქანის მოდელი არის F-Type R, ხო? R, ხო. ყველაზე ძლიერი ვერსია ამ ვერსიებში, ამ მოდელებში, ასე ვთქვათ. კომპრესორი ხმა აქვს ისე? კი ბატონო. მაგას ცოტა ხანში გავიგებთ, როგორი კომპრესორი ხმა აქვს. მაგარი ხმა აქვს. ხო, სხვათა შორის 8 ცილინდრიანები ნელ-ნელა მაინც მიყვარდება, იმიტომ რომ არ დაგვაცადეს იმენ, აი გრძნობენ ხმაურს როგორც კი ჩვენ დავიწყებთ. ოკეი, ეს გავიგე. ჩვენი სისუსტე არის ხოლმე კიდე საბურავი. მოდი ეს დავუხუროთ. ეხა იქნება. აი G-კლასის კარის დაკეტვის ხმა როგორ მოუწონთ ამის მერე არ მოიწონთ. კაი, საბურავი რა გაქვს? საბურავი მაქვს. მიშელინია, დავინახე. კი ბატონო, სუპერსპორტი. 305 აყენია თან 20-იანები და კარგად მოეჭიდება სხვათა შორის ეს დარწმუნებული ვარ. ანუ ახლებია, ხო? ნუ შედარებით ვიძახი. შედარებით კი. ხო. ნუ კარჩი მიშელინი. ისეთი ბრენდია კი, ნახე. ისეთი ბრენდია, რომ თუ გაახურებ, საკაიფოს უნდა მოეჭიდოს რა. ახლა ცოტა ცივი ამინდებია მართალია, გახურება მოუწევთ, საბურავი ბევრი არ გაქვს დარჩენილი და ისეთ თადარიგი დაიჭირე მაინც, რომ დრაგზე არ მოგიცურდეს და საბურავი გქონდეს. თორე ეს ვიხუმრე. კარგი, მოკლედ, საბურავი თუ გაგითავდა, იცოდე რომ ესეთი კომპანია არსებობს, AutoShine, ჩინური საბურავები აქვს და ჩვენ M3-ზე რო გადავალთ, აი ზუსტად იმას უყენია ჩინური საბურავები და შეგიძლია მე შენც გატესტო. თქვენ კიდე აღწერაში შეგიძლიათ AutoShine-ის ლინკი, გადარეკოთ და თქვენი სასურველი ზომა ითხოვთ. მით უმეტეს ზამთარი მოდის ახლა და გაითვალისწინეთ. ცოტა მოსრული არის, მაგრამ ზამთარში გვიპატიება, იმიტომ რომ ყოველ მეორე დღეს წვიმს ხოლმე, 4 გამშვები გვაქვს აქ და უკანალი ტრაკი პირდაპირ ვთქვათ, ამ მანქანას აქვს ულამაზესი. მე ძალიან მევასება. დაჟე უკანა ნაწილი უფრო მომეწონა ვიდრე წინ. ერთ-ერთი ტოპ უკანალი აქვს ჩემი აზრით. ხო, არა, მართლა ძალიან მაგარია. თავის განათლებებით გაბერილი ფორმები ძალიან უხდება. ჩვენი გეგმა არის ხა ეგეთი, რადგან არ გივლია შენ, რამდენიმე გასვლა გექნება აქ ტრასაზე, ნახავ, დაამუღამებ, შეგიძლია traction control-ის რამდენიმე ვარიანტი თუ აქ ეგას გატესტო, რომ აი ნახო დროის მიხედვით რომელი უკეთესი იქნება და მე გადავალთ უკვე M3-თან დრაგს. შეამოვნებით. წარმატებებში. მადლობა. მახსოვს რომ რამოდენიმეჯერ დაწერა რა კომენტარებში ჩვენმა მაყურებელმა და აი ეს არის დრაგის მოწყობილობა და თავისი აპლიკაცია რითიც შეგიძლიათ რომ დრო აითვალოთ რა. ესაა ყველაზე ზუსტი ხელსაწყო რაც შეგვიძლია ამ ეტაპზე გამოვიყენოთ. მაღლებში ძალიან კარგად წავიდა, მაგრამ სტარტი უჭირს. რა სიტყვი? მაღლებში კარგად წავიდა. ლანჩით იყო ეხლა? არ ვიცი, სხვათა შორის. ხო, ათამაშებაში. აიცა ჩემო თქვენ რო არ მოგწინდეთ. პროკოს ტრეკერებია, გაგისწორდება, დაითრიე. აჰა, მაქსებიც გვაქვს. დაითრიეთ. გაიხარ. მაღლებზე კაია, მაგრამ სტარტი რაღაც ეგ არის. მაღლებზე მეც მომეწონა, მაგრამ სტარტი ვერა. მაგრამ სტარტზე ყველა ვარიანტში პრობლემა ექნებოდა, იმიტომ რომ საბურავი არის გაუხურებელი. так, მომე აბა ჩემი ის მობილური და ვნახოთ. დაინტერესებს რა თქმა. კაი. 13:45 არის ნელი. ეხა ერთი პრობლემა რაც ჰქონდა იყო სტარტის პრობლემა. აი 0-დან 100-მდე აიღე 6:51-ში. ნაკლები უნდა იყოს უეჭველი. კი, ბევრად. ხო, კი. შევახურებ ცოტა. მოდი ცოტა შეახურე და ვნახოთ რა. იმიტომ რომ საბურავი ცივი რო არის, ვერაფერი ვერ უშველის გახურების გარდა. რამდენად იყო ხა ეს გახურება? ვერ ვიტყვი, მაგრამ ადგილზე უნდა შეთბობა, სანდრო. ხო არ გადაო. ეს სხვა საქმეა უკვე. მე გირჩევ რომ ერთი წრეც და ეგრე ერთი წრეც გააკეთო. ოღონ არ დაწვა საბურავი რა, ერთი წრე გააკეთე და მოდი მე გასწორდი და დავსტარტოთ.
აი საბურავების კენჭების ხმა ისმის უკვე. ეს კარგის ნიშანია. კაი, ეგ არის. ჩვენი მეორე გასვლა იაგუარით. ფანჯარას აუწიე. ეგ არის, შეგიძლია დასტარტო. მე სურაზე ვკაიფო ხოლმე, იცი? ჯერ ფარები ენთება რა და მერე მოდის ხოლმე დაგვიანებით ხმა. არადა სინამდვილეში ერთად აჭერს, ხო ხვდები? მოკლედ, ამასობაში გეტყვით, რომ Facebook-ზე გვაქვს გვერდი, ალექსანდრე ხეროდინაშვილი დრიფტიგანს, სადაც შეგიძლიათ თქვენი ავტომობილის ფოტო ატვირთოთ, ცხენი მიაწეროთ აუცილებლად და თუ რამე განსაკუთრებული ექსკლუზიური მანქანა გეყოლებათ და მის კონკურენტსაც ავარჩევთ, მოვალთ აქ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე და გადავიღებთ დრაგი სერიებს. ჯობია? რა? მანახე, გარედან არ ჩანდა ეგრე. უი, რა სიძახი? ეს ბევრად კაია. მართლა? კი, კაია. მოკლედ დრაგის ნელ-ნელა დავიწყეთ უკვე. ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ორივეს დაახლოებით ერთნაირი დროები აქვთ. ორივე ძალიან ჯანზეა და ორივე ექსკლუზიური მანქანაა სხვათა შორის. მოკლედ, M3 ხოძეა, იაგუარის ხოძეა, ეს არის ჩვენი პირველი გასვლა დრაგის და ვნახოთ როგორ დასრულდება ამ ორი მონსტრის პირველი დრაგის სერია. აქეთ ცოტა გამოსწილი მძღოლი ყავს უფრო. სათხარ. ერთი 0-ია და მოდი ვსინჯოთ ეხლა მეორე და სანდროს უნდა უთხრათ რომ რეაქციის დროზე უნდა იმუშაოს, იმიტომ რომ რეაქციის დრომ შეიძლება გადაგიწყვიტოს აქ თემა საერთოდ. თვალშორის ოფიციალურ ჩემპიონატებში ეგრეა ხოლმე რა, საქართველოში აი რაც სტარდება, რეაქციის დრო თუ გაქვს, უეჭველი ემატება ხოლმე 402 მეტრის დროს ემატება რეაქციის დრო. ძალიან კაი M3-ია, ბიჭო, ძალიან კაია რა. რაო? ეს არ მომეწონა მაგრამ. მოდი თავიდა. Кай, ходзе ხარ? Всё? ძალიან სწრაფია. M3 ყავს რაღაც არ ვიცი, სასწაული. ძალიან მაგრად არის რა, ახლა ძალიან მაგრად არის, მანქანაც ულამაზესია. მე მგონია რომ იაგუარი შესრულოს ბოლომდე ვერ ვიყენებთ რა. ეს ბიჭი პირველად არის ტრეკზე და ჩვეულებრივი თემაა, ეხლა ახალ სამყაროში რო იჩთები, დასამუღამებელი გაქვს რაღაცეები და ეგ ნორმალური თემა არის აბსოლუტურად რა. მაგრამ ასეა თუ ისეა, მე მგონია რომ ეხლა ბევრად საინტერესო იქნება გაგორებულიდან ამათი დაყენება, იმიტომ რომ აი ლანჩ კონტროლის და რაღაცების სისტემების გამოყენება არ მოუწევთ არც ერთს და აქ იქნება უფრო აი რომელ მანქანას უფრო მეტი ცხენის ძალა აქვს და რომელი უფრო კარგად იყენებს ცხენის ძალას, აი გაგორებულზე გამოჩნდება ეგ მომენტი რა. მაგიტომ მოდი ხა გაგორებულზე გადავიდეთ და ვნახოთ ბარემ. მოკლედ ორი უძალიან მაგრესი ავტომობილი ყავს ეხა დრაგზე და ამ ორივე ავტომობილის ჩამოყვანა თქვენ შეგიძლიათ ხო აუტო იმპორტით. პრომოკოდი გამოიყენეთ აუცილებლად ხერო აი იქნება გამოსული და გექნებათ რაღაც კონკრეტული უფასო სერვისები. იაგუარი ან BMW, რომელიც გინდა არჩიეთ ან ამერიკაში, ან კორეაში. კორეაში როგორც უფრო ხშირად დაუზიანებელი ავტომობილებია ხოლმე და ხშირად თუ გეზარებათ აი მანქანის კეთება, რემონტი და ეგეთი რაღაცები, კორეას გირჩევთ. თან კორეაში აქვს საშუალება ბიჭებს რომ ადგილზე მივიდნენ და გადაამოწმონ ყველაფერი რა. ზრავი როგორ მუშაობს, რამე პრობლემები აქვს თუ არა და ასე შემდეგ. დათხარ?
კაროჩ, მოდი გაგორებული ვსინჯოთ. იმიტომ რომ ამას ლანჩი აქვს ისეთი, თან მაგრადაც დადის და გაგორებულზე გონია რომ იაგუარს მეტი შანსი ექნება რა, იმიტომ რომ ლანჩი და რაღაცების თემა გამოირიცხება რა. ფაზები უნდა დავამთხიოთ ოღონ. იმასაც რო აწყობდეს და შენს. 60 დაახლოებით. 60. აბა მოდი შევეკითხოთ იმასაც. ხო, ოკეი. 70-მდე ავიდე. 70 აქ უჭირთ ხოლმე. 60 მახსოვს რომ ყოფილა. სადოთ რა. გაგორებული დავსინჯოთ რა. ხო. გაგორებულს როგორ ვაკეთებთ, იცი? აი ბოლოში დგებით იქ და სტარტიდან ვიწყებთ. სტარტამდე მოგორავთ რა. მე ზუსტად სტარტზე ვდგები, აი აქ რა. იტოქში ხელები მაინც აწეული მაქვს. ჩემ ხელების ჩამოქნევას უნდა დაელოდოთ. და ხელს რო ჩამოქნეთ ორივე სტარტავთ. ოღონდ აქ დაახლოებით სიჩქარე საჭიროა რომ დაახლოებით 63-მდე გეკავოთ აი ესე რა. ზამთარს აქ ერთი ძალიან დიდი პლუსი რომ ენერგეტიკი არის ყოველთვის ცივი. ნუ რამდენად ქსივა ხა მაგასაც გაჩნია. მაგრამ ამ შემთხვევაში მე არ ცივა. მაქსიმალურად უკან ჩადით საბურავებთან. ხო ეგრე. მზად ხარ? წავედი? ეხა იტოქში ეს ხო ჩემი პირველი დრაგია. მაგრა ხო დამჩაგრეს. ჯერ ვერ გავიგე თან მანქანა რა მომენტში რასაკეთებს და ვაფშე რა ხდება ამ მანქანაში ეგეც ვერ გავიგე. მიუხედავად იმისა რომ ერთი თვე ანაყიდი მყავს, ტრასის გარდა არსად არ მიცდია და ეხა ვაფშე დამავიწყდა რომ shift-ზე ვიყავი. და მენუალზე რომ მქონდა გადართული დამავიწყდა და მე მოვდივარ D1 თუ რაღაცა და მეორე სიჩქარედი დავაძექი და დავრჩი კაკრას ესე. რა მაგრად მიდის BMW-ო? ძალიან მაგრად მიდის. აი არ ვიცი. იდეალურია რა. იმენად სოფიანი ყავს. იმენად სოფიარი, როგორც კი ადგავ, იმენა იმიფრინავს რა. მოდი ერთი იაგუარ შევეკითხები, რამე პრობლემა აქვს თუ არა მანქანას. მოიცა არ დაძრა? მექანიკაზე რომ გადაგა. ოკეი. ხო, ჩვენც არ მოგვეწონა გარედან, რაღაცა ვერ წავიდა და მაგიტო. იმიტომ რომ დამავიწყდა და მეორე სიჩქარეти გავაწურდა. კაი, მოდი, წადოთ თავიდან. იგივე. მოკლედ, არაფერია, ზოგადად რაშიც გამოცდილება არ გაქვს, ნელ-ნელა სწავლობ რა. ჩვეულებრივი თემაა, და ეხა იაგურის პატრონი ნელ-ნელა რაღაცებს ამოყამებს, რომ იქ თადარიგი როგორ დაიჭიროს, თან როგორი თემაა, იცი, ახალ სამყაროში რო ხდები, ეს ტრასა, იქ რაღაცა, იქ არ მოგისტრიალდეს, ყველაფერზე ერთად ფიქრობ რა. ნორმალურია აბსოლუტურად, ასე რომ არ გაკიცხოთ ეს ადამიანი. ძად ვართ. არა, BMW ლიდერია. იმენა ლიდერია. ამ ეტაპზე BMW-მ ცოტა მართალია ლანჩზე რაღაცეები გვაწვალა, იმიტომ რომ M4-ნაირი სისტემა აქვს ზუსტად, მაგრამ ლიდერია. აშკარად ძალიან მაგრად არის. თავის ხენის ძალებს იყენებს 100%-ით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცივა ეხა. სულ გვინდოდა რომ გოგოების დრაგი ჩაგვეტარებინა აქ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე და დღეს გაჩნდა პერსპექტივა. ყავს ერთი ავტომობილი, ეს არის Jaguar XER Dynamics-ი, რომლის მონაცემები იქნება ეგ ამონათებული და ვინმე თუ დაინტერესდებით, რომ ამ მანქანას დაუყენოთ ავტომობილი, Facebook-ზე ჯგუფში ალექსანდრე ხეროდინაშვილი დრიფტი განს, დადეთ თქვენი ავტომობილი, შესაბამის კონკურენტი უნდა იყოს აუცილებლად, ერთ-ერთს აგარჩევთ, მოკლედ მოვალთ აქ რუსთავის ტრეკზე და გადავიღებთ დრაგის სერიებს. მადლობა ვინც ყურეთ ვიდეოს, არხი გამოიწერეთ შემდეგ ვიდეომდე. ესა ჩვენი ლიდერბორდი, სადაც ელვინ გოზოლოვის M3 მოხვდა მე-6 ადგილზე, 402 მეტრი გაიარა 11 და 92-ში, ხოლო 100 კილომეტრამდე აჩქარდა
4.40 წამის მეასეთში. იაგუარი სამწუხაროდ ლიდერბორდში ვერ მოხვდა, თუმცა 402 მეტრი იარა 12 და 26 მეტრში, ხოლო 100-მდე აჩქარდა 4 და 82 წამის მეასეთში.